ეს დესტრუქციული ენერგია არის და კარმა ასტროლოგიაში ისეთი ადამიანი იმძიმებს კარმას, ესე ვიძახი. სიამოვნებაში ახლა ფსიქოლოგიურ ენაზე ადამიანი არ უნდა დაინახოს და ჩაიხედოს თავის რომ ეს დააგროვდა ეს ემოციები, გამოსახატი არის, შეგრძნებები გამოსახატი არის და თან იმისი აღიარებაც არ უნდა თქონდა, რომ მარტო არიან. ახლა ლიტი კირჩხიბის თემა ეს არის ძალიან მარტოსული ადამიანი, რომელიც გასაყდენი გვერდზე არ აყავს და თუ ყავს, ვერ ხედავს და უარყოფს. აი ეგ არის საინტერესო, ხო? ანუ ჩაციკლულები არიან, რომ აი სულ ჩემიანები არ არიან გარშემო, ან პირიქით შეიძლება მომხვეჭელობა ქონდეს, რომ აი მარტო მე მომსახურეთ, მარტო მე დამეხმარეთ, ანუ პატარა ბავშვი გახდეს ლიტი კირჩხიბი არაცნობიერად, რომელსაც სულ უნდა იზრუნო. და ესეც ვამპირიზმი არის, მაგალითად, გოგო, რომელიც დედიკოსთან და მამიკოსთან ცხოვრობს 50 წლის ასაკში. ყველაზე ისეთი თემა. ან სუზრუნავენ ოჯახზე, ყველაზე ზრუნავენ, ოღონდ არ იზრუნონ თავის თავზე. ანუ გაზრდა არ მინდა, ანუ მარტო დარჩენა არ მინდა, ხო? ან მეორე კატეგორია, როცა თხისქაში გადადიან და აი მარტო არიან ძალიან, ოჯახი არ აყავთ, შვილები არ აყავთ მაგალითად, ხო? და რაღაცნაირად მარტო რჩებიან ცხოვრებისეულად, ხო, ემოციურად. მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, აი ხო ცოტა ეზოთერიულად რო ჩავრთო კირჩხიბზე, არ აქვთ ნაცხოვრები ემოციები, რომ ბევრი წყენები აქვთ. ახლა აქ უკვე კარმული წყენები უნდა შემოვიტანოთ. ხშირად აქვთ კუჭნაწლავის პრობლემა ხოლმე, რომ მან გროვდება მთელი ეს წყენები. მეოთხე სახლი ცოტა განსხვავდება კირჩხიბის ენერგეტიკისგან, იმიტომ რომ მეოთხე სახლი ეს არის პირდაპირ სახლი. ეს არის პირდაპირ საგვარეულო კარმა. აი კირჩხიბი არის კი რაღაც დონეზე საგვარეულო ენერგია, მაგრამ მეოთხე სახლი პირდაპირ დედის ხაზი, საგვარეულო ენერგია არის. ეს არის ოჯახი, რომელიც გენეტიკურად მომყვება რაღაცნაირად, ხო? აი დნმ-ის დონეზე, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცები გავარკვევთ, აქ მეოთხე სახლს უყურებთ ხოლმე, ხო? სიცოცხლის სიყვარული, აი დედამიწაზე, ხა კირჩხიბი არ არის, რომ აი დედამიწაზე როგორ შემოვედე. მეოთხე სახლი არის მე დედამიწაზე, ამ ოჯახში როგორ შემოვედი. კარიბჭეს ვეძახით მეოთხე სახლს, იქითა სამყაროსა და აქეთა სამყაროს შორის დაბადება სიკვდილის სახლი არის, ხო? მან დრო შავი მთვარე არის, როგორც წესი, ამ ენერგიასთან ამ ოჯახთან, ან გადამეტებული მიჯაჭვულობა არის ასევე, ხო? რომ აი სულ საჭიროებს რაღაც ოჯახურ, აი იქ წამომყევით, აქ წამომყევით, იქ გამიყვანეთ, აქ გამოყვანეთ, იმიტომ რომ პოტენციალურად მეოთხე სახლი არ ტყამს მეათე სახლს. და მეათე სახლი ჩვენთან კარიერა არის, ზრდასრულობა არის და თითქოს ადამიანს აქ განცდა რომ მუდმივად პატარა ბავშვია. მეოთხე სახლი ეგრე მუშაობს. შეიძლება ლიტ კირჩხეს არ ეტყობოდეს რომ პატარა ბავშვია, მაგრამ მეოთხე სახლს ეტყობა. აი ეს განსხვავებები არის ხა.